საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ხსოვნას პატივი მიაგეს თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში, სადაც მისი საფლავი და მემორიალია. გმირ მფრინავს 55 წელი შეუსრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიცოცხლე მხოლოდ 22 წლის ასაკში დასრულდა, ზურაბ იარაჯულის სახელი და გმირობა საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა და დღესაც სიმამაცისა და პატრიოტიზმის სიმბოლოდ რჩება. გმირის ხსოვნის პატივსაცემად სოფელ ზარიძეებში იმყოფებოდნენ აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები და მოსახლეობა. ეროვნული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, ყოვლად უსამღვდელოესმა მიქაელმა სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. ბოლო წუთამდე იბრძოლა და არ ჩაბარდა და დაიღუპა აფხაზეთში და დღეს ჩვენ აფხაზეთის მეომართა კავშირის ბიჭებმა ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ ამოსულიყავით ეროვნული გმირია და მით უმეტეს აფხაზეთში ომობდა. ამიტომ ჩვენ გმირებს არ ვიწყებთ და შეძლების დაგვარად პატივს მივაგებთ. სავალდებულო საერო ასეთ ადამიანების მაგალითზე იზრდებოდნენ ჩვენი ახალგაზრდები. ძალიან ემოციური იყო, თუ რაღაც არ გამოდიოდა, ნერულობდა, ხუვრობით უხსნიდი თავის შეცდომას, თორე რომ აგეხსნა ჩვეულებრივად ხომ, როგორც სხვებს უხსნიდი ხოლმე. ძალიან ნერულობდა, სულ ოფლებოდიოდა ხოლმე. ერთ დღეს მივიღეთ ახალი თვითმფრინავები, მოგცეს და იმავე დღეს ერთად გადავფრინდით, შემდეგ 4 ფრინავი, 4 თვითმფრინავით გადავფრინდით უკვე კოპიტარში და დაიწყო ჩვენი საბრძოლო დავალების შესრულება. თქვენ რომ ჩავარდი, გამოსვლის შემდეგ სულ მეკითხებოდა როგორ არის რანაირად. ნუ ძნელია რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ოფიცერი და ვაჟკაცი უნდა გაუძლოთ. სულ მეუბნებოდა მე თქვენ არ ჩავარდები და შეასრულა კიდევაც ეგ სიტყვა. წერს არ დადებდა. აერჩია სიკვდილი ვაჟკაცური. საფლავზე პატივის მიგების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ ზურაბ იარაჯულის სახელობის მემორიალთან გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირი. მისი ხანმოკლე ცხოვრება და მისი გმირობა არის მაგალითი ვაჟკაცობის, ეძრულების, შეუდრეკელობის, ღირსების. ეს არის მაგალითი ახალგაზრდა თაობისათვის, როგორ უნდა იყვარდეს სამშობლო. თავგაწირვა ეს გახდა სიმბოლო სამხედრო ღირსების. როგორც აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ქეცბაიამ სიტყვით გამოსვლისას დაანონსა, ზუგდიდში გმირთა ხეივანში ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნება, რაც კიდევ ერთი ღირსეული პატივი იქნება ეროვნული გმირის ხსოვნისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს გმირის ოჯახის მიმართაც. ზურაბ იარაჯულის დას ლია იარაჯულს აფხაზეთის მეომართა კავშირის საპატიო წევრის წოდება გადაეცა. ბავშვებიდან ძალიან უყვარდა თვითმფრინავები და შესაბამისად პროფესიათაც აირჩია მფრინაობა. აფხაზეთის ომში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაება 55 გაფრენა აღმოჩნდა საბედისწერო. თავდაცვა მინისტროს ტოპოგრაფიულმა სამსახურმა მოძებნა ერთი უსახელო მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში და ზურაბ იარაჯულის სახელი ეწოდა იმ უსახელო მთას. დღეს არის ძალიან ემოციური დღე, ამიტომ შევიკრიბეთ როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერის საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ასევე მისი თანამებრძოლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ასევე ჩვენი რეგიონის ხელმძღვანელი პირები, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი გმირობა. თუ როგორ უჩვენა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა შეძლო და სიცოცხლე თუ დასჭირდება გაწირო. აფხაზეთის ომის დროს ზურაბ იარაჯულმა 20-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა. 1993 წლის 13 ივლისს ის კოპიტნარის აეროდრომიდან სოფელ შრომის მიმართულებით სუ 25 მოიერიშე თვითმფრინავით გაფრინდა. მაშინ ქართველმა მფრინავებმა სოფელ შრომასთან მთლიანად გაანადგურეს მტრის სამხედრო კოლონა. აეროდრომზე დაბრუნებულ ზურაბ იარაჯულს კვლავ მოუხდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად სოფელ შრომისკენ მიბრუნება. ქართულმა მოიერიშეებმა მტერზე მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს, თუმცა მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.
ქართველი პილოტი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტით დაეშვა და 3 დღე ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდა. მტერს ეჭვი ჰქონდა, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მას გამალებული ეძებდა. საბოლოოდ გუმისთის ტყეში მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქცია. მას დანებება შესთავაზეს და დაპირდნენ, რომ მოგვიანებით ტყვედ გაცვლიდნენ. იარაჯული მტერს ცოცხალი არ დანებდა. ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა 2013 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.